ამას წინა სცენას შევესწარი ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის ბაღის განყოფილებაში. ორი მყიდველი საუბრობდა, რატომ წავიღოთ სველი გრუნტი, წყალი რატომ ვათრევთ მანქანამდე, როცა მშრალი აგერ არის უფრო სუბუქია და იაფი ძღერსო. ეხლა აგიხსნით, რა შეცდებოდნენ ჩვენთვის უცნობი ადამიანები. როდესაც გრუნტს ყიდულობთ, მას მოცულობა აწერია ლიტრებში, ანუ 10 ლიტრი გრუნტი მართლაც გაავსებს 10 ლიტრიან ქოთანს, ან 10 ცალ 1 ლიტრიანს. მიუხედავად იმისა, ის სველია თუ მშრალი, ცნობილება იშვიათია. მაგრამ მშრალი ხომ მაინც უნდა დაასველოთ. ხოდა დასველების შემდეგ მშრალი ჰაეროვანი გრუნტი 30%-ით იკლებს მოცულობაში, რადგან იტკეპნება. მაშინ როცა სველი გრუნტი მხოლოდ 10%-ით, როცა დატკეპნით ისიც, ან დროთა განმავლობაში. ასე რომ გაითვალისწინეთ. რაც შეეხება ხარისხს, თბილისში რაც დაფასვებული მზა გრუნტი იყიდება, მათში ტორფი და პერლიტი ნამდვილად არის უხვად. აი სხვა კომპონენტებისა კი რა მოგახსენებთ? თუ თავად არის ზრუნეთ ნაყიდ გრუნტში მიკროელემენტებისა და ბიოპრეპარატების დამატებაზე, გარანტირებულად იხარებს მხოლოდ ის კულტურები და ყვავილები, რომლებსაც მარტო ტორფი ყოფნის საკვებად.